გამარჯობათ. თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას. ამდენ წინწაძისთან. ბაზიერობა ნადირობის ეს უძველესი და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარული სახეობაა. ბაზიერობა დამჭერი ფრინველით ნადირობას ნიშნავს და მისი დასაბამი საუკუნეთა წიაღში უნდა ვეძიოთ. საქართველოში ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში იგი უფრო მეფეთა და დიდებულთა გატაცება იყო. ჩვენთან დამჭერი ფრინველით ნადირობა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, აფხაზეთში, გურიაში, იმერეთში იყო გამორჩეული და განსაკუთრებით პოპულარული, სადაც ძირითადად მიმინოთ ნადირობდნენ. ეს განპირობებული იყო მიგრაციის დროს აქ ბევრი მწყერი იყრის თავს. მიმინოების გარდა სანადიროდ იყენებდნენ ქორს, ალალს, მარჯანს და სხვა მტაცებელ ფრინველებს. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად შევარდენით, გავაზით და ქორით ნადირობენ. საბჭოთა პერიოდში ბაზიერობა აიკრძალა, როგორც წარჩინებულთა გასართობის სპორტული სახეობა. და მხოლოდ 1967 წელს პაჭუ ჟორდანიას ძალისხმევით საქართველოში იგი ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც სპორტული ნადირობის სახეობა. იუნესკომ ბაზიერობა უძველესი ქვეყნების ტრადიციად, ხელოვნებად და მეცნიერებად აღიარა და ბაზიერთა დაცვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ჩამოყალიბდა ბაზიერთა კავშირი, სადაც 500-მდე ბაზიერი არის დღეს გაწევრიანებული. ბაზიერთა შეჯიბრი გურიაში მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ არის. ეს არის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს უკავშირდება. აქ თითეული მონაწილე არა მხოლოდ თავის ოსტატობას ამტკიცებს, არამედ წინაპართა ცოდნას, მოთმინებასა და ბუნებასთან ფაქის ურთიერთობას აგრძელებს. წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. ძლიერი მონაწილეები, გამოცდილი ბაზიერები და ფრინველები, რომლებიც ჰაერში თავისუფლების ამბავს გვიყვებოდნენ. ლამაზის ქუჩაში, ჩოხატაურის რაიონში, რომელიც არის ტრადიციების ისტორიული კუთხე, მისი ყოველივე დიდები და მისი ყოველივე წარმატებები. მინდა ყველა მონაწილეს ხოლო სპორტული დისციპლინა და ერთმანეთის მიმართ ურთიერთგაგება და ძნელი მეგობრობა. ამის შემდგომ ჩვენი შეჯიბრების სპონსორი გახდება კალი მარგებელი ნადეღლავი, რომელიც ტრადიციის მიმართ აგრძელებს იმ ქველმოქმედებას, რომელიც დასახულია საქართველოს ყველა ტერიტორიაზე და ეწირება ჩვენი შეჯიბრებას ასპონსორა კალი მარგებელი ნადეღლავმა. ასევე ჩოხატაურის თვითმმართველობა და სპორტის ცენტრი. მინდა ყველა მონაწილეს უსურვო წარმატება, აგრეთვე აღურებლებსაც იქნება არაჩვეულებრივი სანახაობა და წარმატებული დღე ყველას. წარმატება გურიას, წარმატება საქართველოს და ყველა მონაწილეს უსურვებ წინ სვლას და გამარჯვებას. მუგლი რამიშვილი ბავშვობიდან შემიყვარდა, ალბათ უკვე 50 წელია უკვე რაც მივდებ ამ სპორტს. არავის არ ურჩევ, თუ შეუყვარდა მე თავს ვერ დაანებებს. მაგრამ საპირისპიროსაც ვიტყვი. კი არ ურჩევ, კი არა პირიქით ვურჩევ. ახალგაზრდებს რომ შეიყვაროს ეს სპორტი, არის ძალიან ვაჟკაცური სპორტი. ჯერ ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის მაგარია. მე ბუნება გიყვარდება, ფრინველი გიყვარდება, რაღაცნაირი უფრო ისეთი ჰუმანური სპორტია. აი, დაწნარდი ლამაზო, დაწნარდი. რაც შეეხება ახლა ამის გაწვრთნას, უდიერად არ უნდა მოეპრო, ამაყი ფრინველია. ვერ აიტანს აი დაუშვათ ასეთ ცუდად მოპრობას და როგორც ქალს უნდა მოფერება, ისე უნდა მოსაც მოფერება. კეთილად უნდა მოეპრო და დაგიჯერებს მაშინ ყველაფერს. და როგორი ჭერხობი? არის ასეთი პატარა ფრინველი, ღაჟო ქვია, იმას დავიჭერთ, იმას გავწვრთნით, მივაჩვენთ ჯოგზე დაჯდომას. მე არის ბადე XO ესეთი ბადე, მეც ხსოვი ბადეს. პატარა ასეთი ხოხი გაკეთდება, იქ დავიმალებით და ამის გადაფრენის სეზონი როცა მოდის, აი ამ დროს ჩაუსაფრთხდებით და აი ამ ჩიც რო დაინახავს რომ გადაფრინდება ჯოგზე მოდის იმის დასაჭერად. ამ დროს ბადეში გაეხვევა და შემდეგ ვიწყებთ ამის გაწვრთნას. ჩვეულებრივად წყერის
წერს ვაჭერინებთ და ასე შემდეგ. ბევრი არ უნდა დაახლოებით ალბათ მესამე მეოთხე დღეს უკვე გეჩვევა მოდის შენთან რომ დაუძახებ ხორცს და აჩვენებ ხორცი ჭამელი ფრინველია ხიშნიკია მოდის შენთან მე ფრინველს აჩვენებ რომ წერზე თვითონ წერზე სანადიროდ ხმარობ ჩვენ ფრინველს წვრთნით მაგის გამო რაღაცა შეჯიბრება ხდება მაგისთვისაც კარგია რომ ერთმანეთს ბეკონტაქტებით ერთმანეთთან მივდივართ ურთიერთობა გვაქვს მეტი და ამდენი ხალხია ხედავთ აგერ ურთიერთობისთვისაც ძალიან კაია და სანადიროდაც ძალიან მაგარი რაც დაიწყო ალბათ რა ვიცი ჩოხატაური 38 გზის ჩემპიონია უკვე 38 წლის ჩემპიონია შეჯიბრებებში ადრე სოხუმშიც დავდიოდით შეჯიბრზე ათუმშიც აჭარაშიც იმერეთშიც იყო ახლა უკვე ცოტა ნელ-ნელა მოიკლო მაგრამ აჭარა და გურია ვართ მაგრად ერთმანეთთან მაგამ ბავშვი არ კარგავ ტრადიციას და ის გვაქვს რა ქვია რა ერთმანეთში შეჯიბრი რა ხო რა თქმა უნდა რომ დამთავრდება შეჯიბრი და უკვე აღარ მჭირდება ფრინველი მე ლამაზად ყავა შევაჭრებთ კარგად და გავუშვებთ ბუნებაში და მე თავიდან იწყება ახალი პროცესი მომავალი წლიდან ისე ახალი ფრინველის დაჭერა და ახალი თუ ძალიან კაი ფრინველია და გენანება გასაშვება და კარგი ხასიათები აქვს სანადირო დამჯერია დამყოლია შეუძლება გააჩეროს ერთი წელი გაიყვანოს იქიდან იქამდე მაგრამ ძალიან დიდ ხარჯებდანაა დამოკიდებული ხორცი უნდა ყოველთვის ჭამა უნდა მოულა უნდა და ადვილი გასაყვანი არა ერთი წელი რო ყავდეს და ყავდეს ისე მაგალითად აგერ ჩვენ მეგობარი ვყავს იმან გაიყვანა ერთი წელი გააზამთრა ახლაც აგერ ყავს გამოყვანილი შეჯიბრზე ყავს მოყვანილი და ასეთი ხდება ასეთიც თქვენ ჩოხატაურელი დიახ ჩოხატაურელი ვარ სოფელი გორაბერეჟეულიდან წარმატებებს გისურვებთ მადლობა ну ანუ მე დავიჭირე ღაჯო ბადე დავსვი აჯოებისთვის იქ შეფრინდა და ბადემ დაიხურა და ავიღე და ჯოხზე დავსვი ცხრის და შენ მონაწილეობას დი აქამდე მიგეკია მონაწილეობა კი სამჯერ სამჯერ მადლობა თუ მოსავლელია კი და გაწევთ პროცესები გახმარებიან თუ არა თვითონ შენ თვითონ კი ვინ გასწავლა თვითონ ვსწავლ ამიკას უყურებდი და ვსწავლ ანუ ოჯახის წევრები აკეთებდნენ ამას და ეხლა შენ აგრძელებ ამ ტრადიციას. ძალიან კაია. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ხო გადაგზავნეთ. მაგინდები გადაგზავნეთ. იეგმა. რამდენი წლის ხარ? 5 წლის ხო? და იღებს მონაწილეობას ჩვეულებრივ. რომელიც საუკუნეებს ითვლის ამ ტრადიციებს ტარდება ღონისძიებები ყოველწლიურად გარკვეულ კუთხეებში ბათუმში ქუთაისში თბილისში ბევრ ადგილზე ტარდებოდა ფოთში ძირითადად ბოლო პერიოდში დანაკლის გავიცდით ვაზიერები ნაკლები ადამიანები ვართ მაგრამ ვაგრძელებთ მაინც ტრადიციებს და ვაკეთებთ ყველაფერს რომ ავაღდგინოთ ტრადიცია და შევაჯიბროთ ერთმანეთს ჩვენი ფრინველები 20 წელია რაც ფრინველებს გეშავ დაახლოებით 25 წელია რაც დავდივარ და მიყვარს ეს ფრინველები და ვაქცევ ყურადღებას. რას ნიშნავს ეს ტრადიცია თქვენთვის და როგორ შეიყვანეთ, როგორ დაიწყეთ პირველად? კი ბატონო. ჩვენი წინაპრები ფრინველებით ნადირობდნენ, არ არსებობდა იარაღი და ამიტომ შერჩა ეს ტრადიცია. ზოგადად ნადირობას ეწეოდნენ და ამის შემდეგ დაიწყო როგორც სპორტი. ჩამოყალიბდა ქართულ სპორტად და ღებულობდით ყოველთვის მონაწილეობას. ის წინაპრებიც გარკვეულ პერიოდში იყო შეფერხებები, მაგრამ აღვადგინეთ და მიუყვებით გზას მაინც. პატარებიც ყავს, პატარებიც უკვე ეჩვევიან და გააგრძელებენ ჩვენს გზას.
თქვენ სახელი? კელა ვერიძე. დღეს კი ჩვენთან სტუმრად არის ის ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ გაიმარჯვა, არამედ ამ გამარჯვებისკენ თითეული ნაბიჯი შრომით, სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით გაიარა. მოусმინოთ მის ისტორიას, როგორია გამარჯვებამდე მისვლა, რა სირთულეებით დგას ბაზიერობის გზაზე და რას ნიშნავს ფრინველთან ერთად მოპოვებული წარმატება. მოგესალმებით დათო, პირველ რიგში გილოცავთ მიმინოთა შეჯიბრ შორის გამარჯვებას და წარებებს გისურვებთ. პირველ რიგში გაგვეცანით, მოგვიყევით თქვენ შესახებ. მოგესალმებით, მე ვარ დავით ეშელიადე, დამტარი ბაზიერი სფეროში, ისე 11 წლიდან ვარ ჩართული. პირველად მოვიყვანე, როდესაც მაჩუქეს გაწვრთნილი მიმინო და უბრალოდ ყავდა და არ მიმიღიარა არც ერთ შეჯიბრში მონაწილეობა, მაგრამ აი მაშინ შემიყვარდა ეს ინველი და ეს ტრადიცია და იმის მერე ყველა წელიწადს ვაგრძელებდა, ყავს მიმინოები და წელს გამოვიყვანე მიმინო და მოვიგე პირველი ადგილი, რაც ჩემთვის დიდი მიღწევა იყო ჩემს სფეროში და ჩემს საქმიანობაში, რაც მიყვარდა, რასაც ვაფას. რა გზნობა იყო გამარჯვების შემდეგ? აი თვითონ სიამაყით ვიხსებოდი და შეგრძნება მქონდა ისეთი, რომ ჩემი ამდენი დრო და ჩემი შრომა წყალში არ ჩაიყარა და უბრალოდ ვამაყობდი ჩემი ფრინველით. თქვენ თქვით, რომ პირველად მაჩუქეს მიმინო და უკვე შემდეგ წლებში ალბათ თქვენ თვითონ იჭერდით და ვინ გასწავლათ ბაზიერობა, ოჯახის ტრადიცია ეს თუ თქვენ დაიწყეთ და თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი თქვენ ოჯახში? ჩემ ოჯახში ბაბუა ჩემსაც ყარდა მიმინოები ყავდა, კაპუეტები ყავდა, შემდეგ მამა ჩემსაც და მამა ჩემმა მასწავლე მე და მე ვასწავლი მე ჩემ შვილს და ასე გაგრძელდება ეს ტრადიცია ჩემ ოჯახში. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. როგორია ბაზიერის ყოველდღიურობა შეჯიბრამდე? რამდენი შრომა და დრო სჭირდება მომზადებას? ბაზიერის ყოველდღიურობა უნდა იყოს, სამთავარია დილიდან ადრე უნდა იღვიძებდე, ხელზე უნდა ათენებიებდე, უნდა აღამებიებდე. აი რომ მიგეჩვიოს ფრინველი და შემდეგ ანუ უფრო ერთგული იყოს შენს მიმართ. ხელზე უნდა აჭამო, საქმიელი უნდა გააკეთებიო და ასე შემდეგ. ზოგადად ბაზიერის ცხოვრება და ბაზიერის თვისებები უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. აი პირველ რიგში ფრინველი უნდა გიყვარდეს, უნდა გაინტერესებდეს. რა ეტაპებს გადიხართ ფრინველის გაწვრთნის დროს? აი როგორ იჭერთ მაგალითად და მე რანაირად წვრთნით, რომ ნადირობაში შეფარებათ? კი, თავიდან ფრინველის დაჭერის დროს პირველი ღამე აუცილებლად უნდა გავუწიო ხელზე, რომ შეგეჩვიოს ფრინველი, შემდეგ საჭმელი უნდა აჭამო, თუ შეჭამა საჭმელი, ანუ ფრინველი კაი ხასიათისაა. შემდეგ როდესაც უკვე მიიჩვევს საჭმელსაც ჭამს, რომ გადავალთ საქმელის ეტაპზე, აი ეგრეთ წოდებული თურიდან უნდა გადმოახტომო და შენ ხელზე უნდა დასვა. გაზრდი 5 მეტრა, 10 მეტრა, 15 და ასე შემდეგ და ასე სწავლობს საქმელის გაკეთებას ფრინველი. რამე სირთულეებს თუ აწყდებით ამ პროცესში, ფიზიკურად ალბათ ძალიან რთული იქნება ემოციურადაც. აი არის ეგეთი მომენტი, როდესაც ანუ ფრინველი არის ჯიუტი, არ გიჯერებს და უფრო როცა ჯიუტია ფრინველი, იწყება გაწვრთნის პროცესი, ხო? ხო, ნუ დაახლოებით, მაგრამ თუ იცი ეს საქმე, თავისუფლად მოათვინიერებ პრობლემას. აი რამე თუ ხონია ფრინველის გაწვრთნის გზაზე ისეთი მომენტი, რომ გიფიქრიათ, რომ მოდი შევეშვები დავანებებ თავს, არა, არასდროს არ მქონია ეგეთი ძნობა, რომ აი თითქოს მომბეზრებოდეს ან დამზარებოდეს. აი არასდროს არ მქონია ეგეთი მომენტი. ვინ ან რა გაძლევთ მოტივაციას? პირველ რიგში ჩემი თავი და რა თქმა უნდა მამა ჩემი. როგორც ვიცი, იმის გამარჯვების შემდეგ თქვენ ფრინველი გაუშვით. რატო? აი მე პირადად მე მქონდა მიმინოსთვის პირობა მიცემული, რომ მეთქი თუ მომაგებიებ ამ შეჯიბრს მეთქი, შენ მოიგებ თავისუფლებას მიმინომას მომაგებია, გავიდა პირველ ადგილზე და მეც გავუშვი მიმინო პირდაპირ სტადიონიდან. ეს იყო მიმინოს პირობა. შეჯიბრის წინა ღამეს. არის ბაზიერები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ინახავენ მიმინოს. არის კაპუეტი მიმინოს ეძახიან, რომელიც უფრო ძლიერია ბარტთან შედარებით და ანუ ესეთ მიმინოს ქვია კაპუეტი რა, ანუ 1 წლის მიმინო. როდესაც უკვე იმას გამოცვლილი აქვს ფერი, ფჩხილი, თვალის ფერი და ასე შემდეგ. ის უფრო ძლიერია ბარტთან შედარებით. აი შეჯიბრის მომენტში, როცა დავდიოდი იქ და ვესაუბრებოდი ბაზიერებს, რამდენიმე თქვა, რომ აი ძალიან ძვირი ჯდება ხოლმეო ამ შენახვა მიმინოს და ხორცის მხრივ კიდევ ზღარბები უნდა რომ ფჩხილები გამოიცვალოს. რას ნიშნავს თქვენთვის მიმინო? მხოლოდ შეჯიბრის ნაწილი იყო თუ ის მეგობარი იყო და დაგწყდათ გული რაღაცა ნაწილი წაიღო თქვენი როცა გაფრინდა? არა, ეგ რა თქმა უნდა ის მეგობარი იყო ჩემი და ისე უდგები ნებისმიერ ფრინველს, რომელიც აქ შემომყავს, რომ ოჯახის წევრული ურთიერთობა მიყალიბდება იმასთან და რა თქმა უნდა, როდესაც ვუხებ, ნუ რაღაც ნაწილით გული მწყდება მიმინოზე, მაგრამ ნუ მაინც სიამაყე ფარავს ამ ყველას. აი დათო თუ ქონია ისეთი ფიქრი, როცა გაუშვიეს მიმინო, რომ
აი უკან დაბრუნდებოდა და არ წავიდოდა. სხვათა შორის მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ მიმინო გაუშვიდა, შემდეგ 2 დღე ობერზე იზდა, სადაც საჭმელს ვაჭმევდი. ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მიმინო გეჩვევა, იმას არ უნდა შენგან წასვლა, მაგრამ თუ წავიდა, ის უკან აღარაზოს აღარ დაბრუნდება. აი ეს ბაზიერთა შეჯიბრი, როგორც ვიცი, მხოლოდ ჩოხატაურში არა დასავლეთში ძალიან აქტიურად ხშირად იმართება ხოლმე და ანუ თუ მიგიღია ჩოხატაურის გარეთ მონაწილეობა შეჯიბრში. არა, სხვათა შორის ეს პირველი იყო ჩემი გამოსვლა და დიდი წარმატება მოუპოვე და ამით ყველა წელიწად გავაგრძელებ ჩემი აზრით შეჯიბრზე გამოსვლას. ახალისება იყო თქვენთვის პირველი ადგილი, ძალიან კარგია. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია არ დიდი მოტივაცია მომცა, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ჩემმა გამარჯვებამ ჩოხატაურში. არა იყო შეჯიბრზე ყველაზე რთული და ემოციური მომენტი თქვენთვის. ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი იყო ჩემ მიმინო, ანუ არ მყავდა დიდი ხანი. დაახლოებით 15 დღე მყავდა და შესარჩევებზე, როდესაც გუნდები ნაწილდებოდა, ჩემმა მიმინომ საქმეელი გააკეთა კარგად, მაგრამ ბურდღიანი არ იცოდა რა ხესპია ბურდღიანს, ამ წერი არ ყავდა და ნაჭერი ნანადირები არ ყავდა არავის. ხოდა ვერ დაიჭირა პირველ სტაზე წერი, ანუ სტრესში იყო, ანუ როდესაც ხორცი დაინახა შეერმა მივინომ, მეგონა რომ კიდე ხორცი ქონდა ფეხში და აღარ გაიყიდა იმას წერს. და მაგიტო მეგონა რომ ისეთი შეიძლება დაიჭიროს მეთქი. ხო და ეგ მომენტი იყო ყველაზე შემაშფოთებელი ჩემთვის და ყველაზე მეტად მაგაზონერი ულობდი, მაგრამ ახლა გამოსვლით სიტუაციიდან და გასახელებლად. არ გაგეშვა იმედები. არა, რა თქმა უნდა, იმედები არ გამესვლა ჩემმა მიმინომ. ძალიან კარგია. რაც გეუნებოდათ გული, როცა ფრინველი ცაში აფრინდა? მიხაროდა რომ აი მე მიმინოსთან ჩამოვაყალიბე ისეთი ურთიერთობა, რომ მე როდესაც ჩემი ხელიდან გავუშვი 5-6 წუთი მიყურებდა თითქოს ისეთი გრძნობა ქონდა, რომ ჩემ გაკაცვლა არ უნდოდა, მაგრამ ძალიან დაუბრუნე ბუნებას. თან შეიძლება მადლობასაც გიხდიდათ თავისუფლებით. რა თქმა უნდა, მიმინოს პირობა ის იყო, რომ მიმინო გაიმარჯვებდა და მოიპოვებდა თავისუფლებას. პირველ ადგილზე გასულს მე მგონი წელს იყო პირველად ჩოხატაურში, რომ ნაბეღლავმა გადაცა ფულადი პრიზები. დიახ. ძალიან კარგია და ვფიქრობ ამ კომპანიის მხრიდანაც ძალიან დიდი წახალისება ბაზიერების, რომ შემდეგში უფრო მეტ ადამიანს ექნება დაინტერესება და სურვილი, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მაგაზე კარგს ვერაფერს ვერ ეძახს ადამიანი, რომ ეს ელემენტარული ჩვენი კულტურაა და ჩვენი საქართველოს ტრადიციაა, რომ ეს ტრადიციები არ დავკარგო და ძალიან კარგი იყო, რომ ხალხის უფრო დიდი მოტივაცია მისცეს. გიორგი ვაჩაიშვილი გავიდა სხვა ფრინველით, მარჯანი ესეთი ფრინველი ძალიან ლამაზი და საფი ფრინველია და მაგით გავიდა პირველ ადგილზე ჩვენი პატარა ბაზიერი. აჰა, რა კარგია. და თქვენ? მე მიმინოში გავედი პირველ ადგილზე. მე და გიორგის ბაბუა ერთად. ძალიან სასიამოვნოა. ანუ მანდაც ფრინველებს შორის განსხვავებაა, ხო? კი, რა თქმა უნდა. აქ იღებენ მონაწილეობას მიმინო, ქორი, შევარდენი და მარჯანი. და კაპუეტები ცალკეა. მიმინოს და ქორს შორის და შევარდენს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. ანუ ქორი უფრო ძლიერია, დიდია და უფრო სწრაფია. მიმინოზე და ანუ კი, დედალი ქორი მწყერს ვერ იჭერს, იმიტომ რომ დიდია და მწყერი უფრო სწრაფია, პატარაა და მოხერხებული. ქორი უფრო დიდია და ანუ უფრო ასე ვთქვათ, ზანტია მიმინოსთან შედარებით და შევარდენი არის ყველაზე სწრაფი ფრინველი. კლასიფიკაცია ხდება და დაყოფა რანგის მიხედვით. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ მომავალში, უფრო მეტი გამარჯვება და არა მარტო გურიაში. დიდი მადლობა, კარგად იყავით. რამდენი წელია რაც იღებთ ამ ღონისძიებაში? 50 წელი. ნახევარი საუკუნე უკვე, რაც მიმინო. ხო? რას ნიშნავს ეს ტრადიცია თქვენთვის? ხო, ტრადიცია, აი ბაბუაები და რა ვიცი, წინაპრებიდან გამოსული ჩვენს. გამარჯვებები თუ გქონია? კი, ერთჯერ საქართველოს ჩემპიონი ვიყავი. როგორ ემზადებით ხოლმე შეჯიბრებებისთვის, რაიმე განსაკუთრებული ის გაქვთ ტრადიცია ამისთვის? კი, სეზონურად რა. სეზონურად. მე უშვებთ. მე უშვებთ, რომ იმრავლოს. არ ვიცი. და მე თავიდან ხდება. თავიდან სეზონზე აგვისტოში. აგვისტოს თვეში ვიჭირავთ და აი ეს ოქტომბრის ბოლომდე ყავს მე უშვებ. ეს გაწოფნას იგი დრო სჭირდება? 15 დღე. თუ ჭკვიანი, კაი მიმინო. შერჩევა უნდა ამასაც. ყველა ჭკვიანი არა. ბადით და ჩიკი, ღაჯო ჭრია.
აიძე. ბადე გვაქვს აგერ ასეთი შედგა. წინ. და აქეთ ჩიტი. და ვატო წვილდება და ხდება ბადეში. ბატონო. სატყუარ. საიდან ხართ თქვენ სახელი? მე დათო ვარ ბერიძე. ბათუმი. წარმატებებს გისურვებთ. გაიხარ. მაინც მივცემ და მე როგორც მოგინდება რა. ვთქვით, ბაზიერობა საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს ეს ტრადიცია უბრალოდ რაღაცა მეხსიერებაში მოგონებად და ნაბეღლავი აქტიური მხარდამჭერი არის ღონისძიების და ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდობის ჩართულობაც და ინტერესიც იყოს მაღალი და შევინარჩუნოთ ეს მემკვიდრეობა კულტურული და განვავითაროთ და გადავიყვანოთ კიდევ უფრო განვითარების ახალ ეტაპზე. წელს პირველად ვერთვებით მსგავსი ტიპის ღონისძიებაში, მაგრამ სამომავლოდაც გვინდა რომ ვიყოთ მხარდამჭერები, წელს ფულადი პრიზიც, ანუ საპრიზო ფონდიც, საპრიზო ფონდსაც აწესებს ნაბეღლავი და ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება რომ იყოს უფრო მეტი мотивაციაც და სტიმულიც ახალგაზრდებისთვისაც და უკვე გამოცდილი ბაზიერებისთვისაც. ბაზიერების ღონისძიებას საპრიზო ფონდიც დაწესებულია წელს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ განვითარებას, საზოგადოების ინტერესის უფრო გაღრმავებას და რაც თავარია ახალგაზრდების ჩართვას და ინტერესის გაზრდას ბაზიერების კულტურის მიმართ. თინა თინდაუშვილი, წყალი მარგებლის მარკეტინგის დეპარტამენტი. ბაზიერობა მხოლოდ შეჯიბრი არ არის. ეს არის გზა, რომელსაც სული, მოთმინება და ყოველდღიური შრომა სჭირდება. დღეს, როგორც ვთვლით, ჩვენი სტუმრის ისტორიიდან გამარჯვება შემთხვევით არ მოდის. ის იქმნება იმ ნდობით, რომელიც ბაზიერსა და ფრინველს შორის ნელ-ნელა იზრდება და იმ სიყვარულით, რომლითაც ადამიანს ბუნებისკენ მიჰყავს გული და იმ ძალით, რომელიც არასოდეს აძლევს დანებების უფლებას. ასე რომ ყოველი აფრენილი ფრინველი მხოლოდ ტექნიკა არ არის, ეს არის თავისუფლების ხმა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მადლობა ჩვენ სტუმარს და იმ მაგალითისათვის, რომ ტრადიცია მაშინ ცოცხლდება, როცა ადამიანს ჯერა მისი და მადლობა თქვენ, რომ ერთად გავიზიარეთ ბაზიერობის სილამაზე და სიხს. დიდი მადლობა, რომ გვისმენთ მომავალ შეხვედრამდე.